საღამოშვიდობის საკოლექციო თემამაყურებლებო, ეთერში გადაცემა საუბარი მოსვართავ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელ მეტროპოლიტ ივანე დაგვეცოთ. მიწოდაგხსენ. მეუფე, დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის გადაცემაში რომ მონაწილეობას იღებთ. და კვირის ახარების განმარტებით დავიწყოთ და ამ კვირაში მეუფე დღესასწაულებიც აგვაქვს. წმინდა ბარბარეს ხსენების დღე არის, პარასკევს წმინდა ნიკოლოზის ღვთაების ხსენების დღე არის. ეს კვირას დატვირთული იყო მეუფე შაბათ-კვირა, ანდრიას პირწოდური ხსენება იყო, ვახტანგ გორგასლის ხსენება იყო დიდი მეფე ჩვენი და აი რომ შევეხოთ ამ თემებს და თუ შევძლებთ, თუ მოვასწრებთ და დროში ჩავეტიეთ. ჩვენი თემა რომ არის ის მაშინა თანმიმდევრობით დავიწყოთ. წმინდა ანდრია პირწოდებულს საქართველოს პირველგამართლებას ღვთის სიტყვის სახალხის შემოწმების ქადაგებელს უწოდებთ ჩვენ და ნამდვილად ესეა. ამიტომ განსაკუთრებული მადლებს გმართებს ჩვენ მადლობა ღვთისათვის რომ ეს დიდი მოციქული პეტრე მოციქულის ძმა ანდრია მოვლინა მაგრამ მარტო უფალმა ღვთისმშობლის კურთხევით ასევე თქვენ იცით ეს გადმოცემა როდესაც სულწმილის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები შეიკრნენ და თავის მისიის აღსასრულად როგორც უფალმა მათ მოანდერძა რომ უკადაგით ყოფილ სოფელსა და ნათელს სცემდით მათ და ის სწორედ ამ მისიით მოციქულმა დასრულდა ჩვენ სოფლიოში და იქადაგად ღვთის სიტყვა გარკვეული შეიძლება იყო განსაზღვრული პავლე მოციქული ქადაგებდა წარმართთა შორის და თავი მოციქულთა პეტრე გაემგზავრა იმპერიის დედაქალაქში რომში შეკადაგებლად მისი ძმა ანდრია ღვთისმშობლის მიერ მილინებული იყო ივერთა ქვეყანაში, როგორც თან ყოდა ღვთისმშობლის წინათ ხდა ჩვენი ქვეყანა და ამიტომ ტეხტომილი არის ღვთისმშობლისა, ესე იწოდება ჩვენი ქვეყანა, მაგრამ უფლის განგებით გაიგზავნა ანდრია პირწოდებული. რა ნიშნით ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით? გამოირჩია, რომ მოციქულთაგან თუნდა ანდრია პირწოდებული ასულიყო. მოციქულიყო ჩვენთან. იგი პიროვნება, რომელსაც უფრო მოусმენდნენ და რომლის სიტყვაც უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, უფრო მისაღები ჩვენთვის. ქადაგებსაც გააჩნია ვინ როგორ ქადაგებს. და თავიდან იმე იყო ეს დასაწყისი ზოგიერთ ხეობაში, კარჩაკის ხეობაში, საოცარი ზოგიერთ თემში თუ ტომში უზაშო უჟილოებს ჰქონდა ადგილი. მაგრამ დიდ განგივით ანდრია პირწოდებულმა აირჩია ის გზა და ის ხალხი, რომელიც მოусმენდა მას. ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ სახარებაში ძალიან მწირია ცნობები თვითონ ანდრიასზე. იყო ძმა პეტრე მოციქულისა, რომ იყო მებადური, ისე როგორც თევზათა ძმასთან ერთად და ელოდა მესის მოსვლას ქვეყანაზე და იონე ნათლისმცემლის ქადაგებისას თავის ძმასთან სიმონთან, რომელს მერე პეტრე ეწოდა, იორდანის ნაპირზე გასული. აი ეს ძირითადად ვიცით ჩვენ და შეიძლება კიდე ერთგან ორგან სახარებაში იყოს მოხსენებული მოციქულთა შორის ანდრია. როდესაც უფალი არჩევს, გამოარჩევს 12 მოციქულს.
და მათგან ანდრია არის ერთი და შემდეგ კიდე რაცა კითხვა ჩდება და ანდრია სამს კითხავს ეს უდან ეპიზოდურად შეიძლება ვთქვათ რომ ძალიან ძირი ცნობები არის და ამ დროს სამხედრო მისია დაევალა მას ივერთა ქვეყნის მოქცევა როგორი იმით ის გარდაცვალებით როგორი სიკვდილით გადაეცვალა ანდრია მან იმოგზაურეს საქართველოში ჯერ თავიდან იყო მარტო მოსული მე მეორე მოგზაურობის ეს სიმოკანანელი მას ერთად იყო და შემდეგ გადავიდა სკვითეთში იქიდან შავი ზღვის სანაპიროს შემოუარა ჩრდილოეთიდან არის გადმოცემა რომ თქოს დნეპრის დინებას აყვაზე მის სათავებისკენ და იქიდან გადავიდა დასავლეთით და ქალაქ პატროში საბერძნეთში აწამეს იგი ჯვარს აცხვეს ოდეს ჯვარი არ ერთი ფორმის როგორც ჩვენ ვიცით ჯვარი არის აი გადაჯვარედინებული ორი დიდი ძელი X-ის ფორმით და გართხმული იყო აი ჯვარს ლათინური X-ის ფორმის ლათინური X-ის ფორმის ხო X-ის ფორმი კი და ამ ჯვრის ნაწილები დღემდე მოქცეულია ჩვენზე და ქალაქ პატროში თვით ინახება მუზეუმში საეკლესიო მუზეუმში წმინდა ნაწილები სადაც არის და ასევე მისი თავის ქალა იქ ინახება რამდენიმე წლის წინ ჩაუმზადებული იყო წმინდა ანდეპრეზის ნაწილები საქართველოში და ახლა ეს მიიღება ხელმეორედ ქანდაკება ათეისტური ხანის შემდეგ ხელმეორედ მან იქადაგა ჩვენ შორის და უამრავი ხალხი მოდიოდა მაგრამ მისი ან ეპისტოლე ან სხვა ნაწილი ჩვენამდე არ არის მოღწეული მაგრამ ეძღვნება მას როგორც სხვა შემთხვევაში მოციქულებს ან მართლმადიდებლ მეფეებს ადგილის ახარებიდან სადაც საუბარი იმაზე გეცემწყემსე და რომ თავზადებს თანხებისთვის არის ორი კატეგორიის არის არა მწყემსი არ მიდაქირავებული რომელსაც არ ედარდება თავისი ცხვარი მიაბარეს იმიტომ მისი არ არის ეს საკუთრება და საშუალების შემთხვევაში იმისგან დაიცვას თავისი ფარა მიატოვებს და გარბის და გაიბნება მაგრამ უფალი ამბობს რომ მართებს ნამდვილ მწყემს სიყვარული თავდადება და დახსნა ამ საფრთხებიდან რომელიც უსწროება შეიძლება შემოიტანოს უსჯულობის გამრავლებამ შეიძლება აცნოს მრავალნი მაგრამ ასევე ანდერძად უფალი ამბობს მათთვის რომ სხვა სამსუდანს უნდა მოიყვანოს ცხვარი კიდე რომ იყოს ერთი წემსი და ერთი სამცო აი სხვა გულშემატკივრებს ერთად წარმართა შემოშლა იმიტომ რომ პირველ რიგში ქადაგება იყო ისრაელის ქვეყანაში და მოციქულები ქადაგებას იწყებდნენ ჯერ სინაგოგებში იქ ერში და საზოგადოებაში შემოწითო თვინი ახთმის წმინდა წერილი და ნიშნები მესის მოსვლისა და ახარებდნენ ქრისტეს მოსვლას და ამ საზოგადოებაში მაგრამ უფალმა თავიდან უთხრა რომ და მოხდეს მოყვანა
ასევე ახალი სხვა კიდე სამცოდან რომ იყვნენ ორი ერთად და ერთი უფალი და ერთი სამცო. ამით მათ ხოვარმა ხაზი გაუსწია რომ სახარების სიტყვა ყველა ერთს უნდა და მთელ სოფლიოში უნდა იქადაგოს. რატო რომ მომზადეს ადამიანი უფალთაშის სახედად. ჯერ როდესაც გადის ამ სოფლიდან და მეორე როდესაც დადგება ჟამი ოფლის მეორე მოსვლისა, სადაც შეიძლება სამყარო და სულთა სამჟავროზე ვინც აღმოჩნდა მართალი უფალთან ერთობაში იქნება მომავალ ახალ ცხოვრებაში. მისია ეს და მნიშვნელობა უდიდესი არის. მომავალ ცხოვრებისათვის შეამზადოს საზოგადოება ადამიანები და ერთი ადამიანიდან როცა დაიწყო დამოსული სამალობა მისი დიდი შეგეს სასწაულში და ის ძლევა სოფელზე, ძლევა მასურზე და მაგრამ ეს მოხდება თანდია ადამიანის თავისუფლ ნების და მისი სურვილის შესაბამისად და შესაბამისი მისი მხრიდან მოღვაწეობის ნებაყოფლობით, უფლის სიყვარული და რწმენით და კეთილი საქმეებით. ამას შესაძლოა ქართულიერი. კვირის სახარებიდან ხო არ ვიტყოდით რამეს ესეთი მაგრამ მაგალითად რომ მოვიყვანოთ და განვიხილოთ. თუ გამახსენებთ იქ რამდენიმე იყო ორი სახარება იკითხებოდა რათა რომელ კონკრეტულს გულისხმობთ. ჩვენ თქვით რომ შაბათს იყო კიდე ხსენება ჩვენი დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის. ხო და ამას რო შევეხოთ კიდე და მე გადავიდეთ სახარებაზე. ჩვენი ერის ისტორიაში უდიდესია მისია ჩვენი მეფეების უნდათ ისინი ღვთის სიტყვა და ამ სიტყვის მსახურნი გახდნენ როგორც მოციქულები ისე არა მარტო ქადაგებლები, არამედ აღსრულებლები ამ სიტყვის და ამ სიტყვისკენ მოტყუდებულნი. და დამცველი ამ სიტყვისა. უშუალოდ მეფე ვახტანგ გორგასალი დგას სათავეს ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის და მისი განდიდების. რადგან ადრე მთელი საქართველო იყო ერთ ეპარქიად აღიარებული რომის იმპერიის მიერ, მაშინ როდესაც ის მოხდა გაქრისტიანება რომის იმპერიისა და რადგან ერთი ეპისკოპოსი რთული ამხელა ქვეყნის მართვა და ბუნებრივი იყო მოხდარიყო მას დაყოფა ცალკე ეპარქიებად. ეპარქიების სათავეში ყველა ეპარქიას თავს მოყვება ერთი კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ეს რეფორმა ეკლესიასაც ანდეპუტატურაში ასულა მოუწია მისის ბრძოლა რომ ეს ესრულებინა. იქ უკვე ვინც იყო დანიშნული კათოლიკოსად მიქაელის წინააღმდეგებოდა მას. უნდა და ეს პიროვნად ემართა მთელი საქართველო, მაგრამ მეფემ თავისი თანმდაბლობით და სამართლიანობის აღსრულებით შეძლო ამ წინააღმდეგობის დაძლევა. ისე რომ თვითონ იმპერატორმა გამოიწვია ეს ეპისკოპოსი მიქაელი და მის ნაცვლად ვახტანგ გორგასლის სული დაინიშნა პეტრე კათოლიკოსად ის იყო ბერი, რომელსაც პონიურის რჩევა მისცა მეფეს, როდესაც მან ალყაში მოარტყა იქ ქალაქს სინოპს რადგან საქართველოს საზღვრები
შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსამდე ვრცელდებოდა და სინოპიც იყო სასაზღვრო ქალაქი. და მაშინ ამხილა მეფე როგორ შენ ქრისტიანების სიღრი აი ამ დღეებში როდესაც უნდა ვარხულობდეთ ჩვენ და ეს გახსოვთ რომ მე მინდა სამართალი აღვადგინო მაგრამ ამ გზით არა აბა შენ ხომ მირონცხებული ხარ ანუ ღვთისგან გამორჩეული სთხოვე და უფრო გამოგიცხადებ შენ და როდესაც ეს აღავლინე ეს ლოცავედრება აღმოჩნდა თვითონ ქალაქმა თვითონ გაუხსნა კარიბჭე და აღიარა რომ სამართლიანი მეფის ვახტანგ გორგასლის მოთხოვნა და დაემორჩილა მას. აი მაშინ ეს პეტრე ეს ბერი იქნა დადგენილი საქართველოს კათოლიკოსად. უამრავი რეფორმები ჩატარა ანუ 12 ეპარქიას დაყოფილ საქართველოში უნდა იყოს 12 ეპისკოპოსი შესაბამისად მათ თავისი ტაძარი საკათედრო უნდა ქონდეს სადაც ის იმსახურებს რეზიდენცია კავშირები მეტ დრო შეკრება უძლიერად კათოლიკოსთან ან სხვადასხვა საკითხების მოგვარება თვალსაჩინო იყო მეფესთან და ანუ უფრო გაძლიერდა გამოცოცხლა ჩვენი ქვეყანა და ერი. იმდენად შევითვისეს ქართველებმა სახარების სიტყვა რომ ვახტანგ გორგასლის მეუღლის მოძღვარი ის დედოფალი იყო სპარსეთის მეფის ასული და მისი მოძღვარი ცეცხლსმელი იყო. როდესაც ის გამოყვა თავის შვილს საქართველოში იყო გაუცებული ქართველების აი ყოფით ცხოვრებაში ურთიერთობებით. ეთუზნეობით, სიმშვიდით, სიყვარულით, თანადგომით და ანუ აი არჩენდა ინდივიდუალიზმი და მეობა იმენად და იყო გაუგებული გამჟული გაქვთ ესეთი ადამიანი ესეთი ცხოვრება საზოგადოებრივიდან უზმან დაიგიცხა სახარება თვითონაც ირწმუნა მოინათლა და იწოდა მას ნათლობაში რождение. მაგრამ აღმოჩნდა რომ ცეცხლსმელებმა ვერ აიტანეს მისი წარმატება და ამას უწოდეს ჟულის ღალატიო რომ დაუარყო ცეცხლსმელებმა და მიიღო მაგრამ პირატესი და უკეთესი და სწორი რომელიც არის ის მიიღო და მან არ იგი არ შეუშინდა იმ ირანის სპარსეთის მეფის უხარას რომ სიკვდილში და თუ ის არ უარყოფდა ქრისტიანობას ამჯობინა თავდადება და პირველ მოწამედ საქართველოს საქართველოს ეკლესიის რождение არის მისი ნიკოში არის დაკრძალული ნიკოს ეპარქიაშია. დიდი მადლობა ეს არის ვახტანგ გორგასლის ღვაწლის ერთ-ერთი ნაყოფი. თქვენ მეფე აი კვირის სახარება და კითხა მას ვიღაც მთავარმა მოძღვარ სახიერო და რა უნდა გავაკეთო რომ საუკუნო ცხოვრებაი დავიმკვიდრო. ну ეს სტობილი ესეთი ადგილია სახარებიდან რომ ეს პიროვნება სამსკითხვაში რომ იყო დიდარი მაგრამ ეს საქმეს აკეთებდა და მაცხოვრის რჩევაზე რომ დაიცემ ცნებებიო და შეასრულიო და საიკითხად რომელია შეუძლია ის ათისნება უკმოთქო და ამას ვასრულებო და რა წინ
ნიშნდება რომ სრულყოფილი ვიყო. სრულყოფილი რო იყო, მაშინ უნდა ეს ყოფილი შენი ქონება გაყიდო, დაურიგო ახალგებს და გამოვყევი. ანუ სრულყოფილება აღემატება ყველა ამ ქვეყნიურ ერებულებას, სიმდიდრეს იქნება, გვარიშვილობა იქნება თუ რატომ ეს განთავისუფლება ამ სოფლისაგან ადამიანის თვითონ ცლის ადამიანს რომ მიზიდულობა ამ სოფლის სიამეებისგან, სიმდიდრისაკენ, დიდი პატივმოყვარებისაკენ და თანამდებობრივი იქნება თუ სხვა მიმზიდველი რაც ბუნებრივია ქვეყანაზე, მაგრამ უფლისათვის შენ უნდა იყო თავისუფალი. რომ ღვთის განგების ამსრულებელი იყო შენ სულ ყოფილად უნდა იყოს თავისუფალი და თავარი რომ შეიცნო მისია შენი ამ ქვეყანას მოსვლისა რომელიც ღვთისაგან შენ დაგევალა და ეს აღასრულო. აი ჩვენ ხედავთ ვახტანგ თავის მისია ასრულა, ანდრია თავის მისია ასრულა. და მოთხოვარი უქნება ამას რომ მე გამომყევი. გამოყოლო შეიძლება ფიზიკოდ გაყოლო. არა ვერაფერი ვისწავლო. და შეიძლება ერთხელ მოისმინო სიტყვა ერწმუნო. და ამ სიტყვის ამსრულებელი და გადაგებელი გახდე, ეს ნიშნავს ჩვენ გაყრილ უფალს. ანუ გაყოლა არა ფიზიკურად არა სულიერად გაყოლა, რომ აი სახარება იქადაგდა სოფლიოში და რამდენი მილიონი ადამიანი არის ქრისტიანი, მაგრამ ყველა თავის ადგილას ცხოვრობს. მაგრამ გაყოლა უფალს, რატო? ცხოვრების საზომი და მისი მოქმედების საზომი ქრისტეა. ამით გაყო ქრისტეს. აი ეს სულიერი ღვაწლით უნდა გაყოლფალს. მაგრამ სულფალი რომ ვინც ისმენს ჩემს სიტყვას და ასრულებს მასო, ანუ ღვთის სიტყვას და ასრულებს, ის არის ჩემი ძმა და 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 დედა ჩემია. აი ეს ამ ადამიანს მოძღვარს ეს მოუჩია. თუ მინდა იყოს სრულყოფილი, მაშინ უნდა იყოს თავისუფალი. თუ მიჯაჭვული ხარ ამ სოფლის სიმდიდრეს ან თანამდებობას ან კიდე სხვა ასეთ არსებობას მდგომარეობას ადამიანს ხო ის აღარ არის თავისუფალი. თანამდებობა თუ არ უნდა სიმდიდრისგან გათავისუფლება არ უნდა თუ უნდა იყოს ცხოვრდეს იმ საკუთარ სახლში და სადაც წავა და მაშინ ის ზღუდავს იმ შესაძლებლობას ღვთის განგების აღსრულებისა. მოციქულები დადიან მთელი რომის იმპერიაში ხადაგებდნენ და სახლი კარი დატოვეს. განაკვარი მოციქულს არ ჰქონდა სახლი თუ მეტე მოციქულს. როგორ ჰქონდა, მაგრამ დატოვეს და წავიდნენ საქადაგებლად. მაგრამ ნოთით ესე ვთქვათ, რომ საფუძველი და ძალა აი ამ ნაბიჯის არის სული წმინდის გარდამოსვლა ადამიანზე. ხო თვითმოფენობის შემდეგ დავიდნენ მოციქულის საკადაგებლად. ანუ შეიმოსენ ძალი მაღალი თოგოს მაცხოვარ მოუთხა მათ და მშვიდობებისას ვიდრე ამაღლდებოდა ზეცად და აი ეს იმისათვის ძალი მაღალი შეიმოსო შენ უნდა იყო თავისუფალი სულიად. რომ შეძლო იმისის აღსრულება, რომელზეც შენ უფალი გიბოძებს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. განმოფება, აი ხშირად ისმის კითხვა. თქვათ გარდაცვლილი ადამიანი მიდიხარ და იკითხავ, რომ ეკლესიაში დადიოდა აღსარებას აბარებდა არა, მაგრამ კეთილი ადამიანი იყო. აი კეთილი ადამიანობა კარგია, მეუფლება რა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ცხონდება მარტო სიკეთის კეთებით? ნუ მაშინ ჯერ გიკითხოს რა არის სიკეთე. აქაც ხდება მის სახარებაში ის არაერთგის უფალი აუსამ თუ სიკეთეს უკეთებ მხოლოდ იმას ვინც შენ ახლობლებს შენ მეგობრებს თუ შენ
სიკეთეს უკეთებს იმას, მისგან მე საპასუხო სიკეთეს უდები, ხო? ეს არის შეზღუდული სიკეთე. სიკეთე საზღვარი არ აქვს, იმიტომ სიკეთის წყარო სიყვარულია. და სიყვარული ადამიანს ღვთის ხატების ადამიანში. ამიტომ ყველას მიმართ უნდა შეძლო იყო კეთილი. მოწყალე მის მიმართ. და მაგალითს გადავს უფალი, რომ მერციო ღვთის ქმნილი მზე ყველას ერთნაირად უნათებსო. და წიმა რომელსაც უფალი ავლენს ქვეყანაზე ყველას უწევს ერთნაირადო. მართალსა და ცრუსაც. ამიტომ შენ უნდა იყო მიუკერძოებელი. მიუკერძოება ესეთი თავისუფლების მაჩვენებელი. შენ რაიმე იდეოლოგიით შეპყრობილი არ ახარ. რაიმე შენი მიკერძოებით პიროვნების მიმართ არ ახარ შეზღუდული. იმიტომ რომ კარგია რომ ვიღაცა მოგცემს და მიგაჩნია ღირსად იმის რომ იყოს ხელისუფლების სათავეში და გიმარ შეიძლება იმაზე არანაკლებ ღირსი ცხაც იყოს. და როგორ გაიგებ ახლა ვინ უფრო ასრულებს ღვთის განგებას ის ვინც შენ მოგწონს თუ ის ვინც შენ არ მოგწონს. ამიტომ შენი სუბიექტური მოწონება თუ არ მოწონება არ არის გამსაზღვრელი ამ შემთხვევაში. ხო უფალი გეუბნება რომ ყველას მიმართ უნდა იყო ესე თანაბრად განწყობილი. ყველა ადამიანში ღვთის ხატებას უნდა სცენდე პატისფიერ რიგში. და სიკეთის კეთება თორე აქედან მოდინარეობს. საფუძველში მოქმედებისა შენი პირადი სუბიექტური განწყობა კი არ არის, არამედ შენ ხედავ მასში ისეთი ადამიანი როგორც შენ ხარ, მას შენზე უფრო გაჭირებულს. შეიძლება შენ გიჭირს, მაგრამ ის შენზე გაჭირებულია. ის გთხოვს და შენ აპესიბუნებ აუკეთებ, მაგრამ ეს ცოტა ერთული საკითხია. იმ ხრივ რომ ვინ რას გთხოვსო. სხვაგან მასწავლე ამბობს რომ შვილი თუ თხოვს მამასო პურსო და ის ქვას ხوار მისცემსო და თევზს თხოვს ძველს ხوار მისცემსო. მოდით შეიძლება ჩვენ ეს სიტყვაში ვუბრუნოთ რომ ვიღაცას უნდა ქვა და მე თავსო პურს. და იმას პური არ უნდა. ან მე თავზე თევზს და იმას უნდა გველი. მაგალითად, როცა იცი რომ ადამიანს უნდა რაღაცა დამოკიდებულია რაღაცაზე სასმელზე წამალზე, ხო? და ამისთვის თხოვს ფულს, შენ თანამონაწილე ხდები მისი დაღუპვის. ამ შემთხვევაში შეიძლება ამის ნაცვლად რაღაცა სიტყვა შესთავაზო, სხვა სახით, კეთილ განწყობა შესთავაზო, თანადგომა დაეხმარები რომ განთავისუფლდეს ამისგან. იმიტომ რომ ის მარტო ხო არ არის, ან მშობლები ყავს, ოჯახი ყავს, ნათესავები. ანუ სიკეთეს არ უნდა ზოგონია რომ თუ ვიღაცა გაახარე ყველაფერი და რით გავახარებ ახლა. ადამიანს უნდა დამოკიდებული ამაზე სასმელზე მე რომ ამას მიცემის გაუხარდება. მაგრამ რას ნიშნავს მე უბიძგებ რომ გააგრძელოს ცხოვრება ის მაგათ რომ შეიცვალო. და უფალი მოვიდა იმისათვის შეიცვალოს ადამიანი. შეიცვალოს ამხრივ რომ ღვთის ხატება გავწინდეს მასში და დაიძიოს ცოდები მასში. აი ამაში დაეხმარე. კეთილი არის ვინც პირველში თვითონ თავის თავში თიროს დაადრიოს ცოდის მიზეკილება და მე სხვასაც მაგალითს აძლევს და მე სხვასაც შეეწევა. რითი? ну გადაგებთ რომ შემსახარება მისცეს. შეიძლება თავისი მოქმედებით ასე გააჩინოს ის სხვა და მისული რომ ის ასევე ცხოვრდეს, როგორც ჩვენ ცხოვრობ. აი პირველმოწამე რაჟდენი გაუგნებული იყო და რაჟული გაქვთ ესეთი კარგები რო ხართო და თვითონაც მოიქცა. ცუდი რო დაინახა ხوار მოიქცეოდა მაგრამ ცუდი რო დაინახა ხوار მოიქცეოდა. მეუფე თუ ისე ადამიანი ტაძარში არ დადის და ახსარებას არ აბარებს, არ ეზიარება, აი მე უფრო ამაზე მაქვს ეს ვიგულისხმე.
ასე ხო მუსულმანიც აკეთებს და სხვა მისი სიკეთეს. მაგრამ ყველა ვინც არ უნდა იყოს რა ეთნიკური ჯგუფის თუ რელიგიური სამშობლობის თუ ეს პერიოდში ვახშობდეს რომ ის ღვთის ხატებისგან არის შექმნილი და მასში ღვთის ხატება თუნდაც იმის პატივი მიაგო რაში ნიშნავს რომ მის აი ღირსებას ღვთისგან ბოძებულ ღირსებას მიაგო პატივი და აქ არის სხვა რომ იმის მიხედვით ამ მდგომარეობაში ადამიანი უნდა მოძებნოს შესაბამისი სიტყვა რომ ელაპარაკო მას. ნამდვილად კი არ უნდა უწოდა კრიტიკა და ჯოჯოხის მაშხალა ხარ თუ შენ მაცდური ხარ შენ არა ერთადერთი დაინახო მაშინ რა არის მასში ღვთის ხატებიდან სიკეთე ამაზე ისაუბრე განაყოფა ბოდიში რა განსხვავებით რეკლამის დრო ეხლა და შემდეგ გავაგზავნოთ გადაცემა მოასწარით $18750 სანამ აქცია გრძელდება აპარტამენტები ბათუმში ორბი მილენიუმში ზღვიდან 50 მეტრში დაგვიკავშირდით 555 31 0000 2.G მოიგე 250,000, 150,000 და 100,000 ლარი. საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო. თამაშდება თანხა 9 მილიონი ლარის საპრიზო ფონდიდან. არ გამოტოვო. შემოდი მობილბანკში დეკემბერში და მიიღე შესაძლებლობა გახდე გამარჯვებული. ყველასათვის ვისთვისაც ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. ჩვენი დახმარებით გახდით ექსპერტი. არანაირი მითები, მხოლოდ ფაქტები. გახდით უფრო აქტიური და ინფორმირებული. კარგ ფორმაში ჩვენს ეთერში. თქვენ გრძელდება ჩვენი გადაცემა და ვსაუბრობთ მეფე ადამიანებზე რომლებიც ცხოვრობენ ტაძარში არ დადიან, არ ეზიარებიან, აღსარებას არ აბარებენ და აი იტყვის ადამიანი რომ კი არ დადიოდა, მაგრამ სიკეთეს აკეთებდა. კი. მაგრამ მოდი ვთქვათ, ვის არ გაუკეთებია სიკეთე? სიკეთეს ჩვენში კარნახობს სიდისის ხმა. მაგრამ ერთჯერადად, ორჯერადად გაკეთებული სიკეთე, მაგრამ საკმარისია. რამდენი ცოდა აქვს ადამიანს? ხილ და უხილავი ცოდა. აიტომ შეთვის რომ ცხონდეს ადამიანი. ეს ეპიზოდური სიკეთები, როცა კარგ ხასიათზეა და რაღაცა დაეხმარა, ან ერთხელ სიდის ხმას მოусმინდა, როცა ვიღაცას პური მშიას მიაწოდა, კარგია. მას არ დაეკარგება ეს. მაგრამ არ არის საკმარისი. მეტიც სოუბილის დიდი მოღვაწე ის მამა იონე სინელი თავის ნაშრომში ასეთ კიბე ეწოდება და კიბის აღწერად წოდებული არის ისაა რომ ნათლობას არა საკმარისიაო თუ კი ადამიანი ერთხელ კი მოინათლა კარგი მაგრამ მერე ძველებურად ცხოვრობდა, არ შეიცვალა. და მარკუს მახარებლის სახარებაში მაცხოვრის სიტყვები მოყოლილი, რომ უხადაგეთო და ვინც ირწმუნებსო და ნაცვიღებსო თონდებო და ვინც არ ირწმუნებსო და ისჯებო. აღარ იმერს, ნაცვიღებს, მაგრამ არ ირწმუნებსო და ისჯებო. რატო? იმიტომ რომ ნათლისღება ეს არის გარკვეული სიტყვა მიცემული ღვთისათვის, რომ ის ღვთის მიერ და ღვთისათნოთ იცხოვრებს. ეს არის ნათლისღება. არის
უშუალოდ ასრულებული წესი ნათლისღებისა არის სულიერი ნათლისღება, როცა ადამიანი სულ განათლდება. ეს წესი ნათლობისა აუცილებელია. მაგრამ არასაკმარისი თუ ადამიანი მე არის ხოლმე ქრისტიანულად. და იგი გაუკეთებია რამდენიმე სიკეთე გაუკეთებდა, ვის არ გაუკეთებია სიკეთე. ეს არა საკმარისი ცხოვრებისთვის. არასაკმარისი. თან ისაც შენ დაინახე სიკეთე და რამდენი შეიძლება უკეთური არ დაგინახე მაშინ? ან თავის თავს ამდენს აზიანებს ეს ადამიანი? ან ვიღაცის შური აქვს, ვიღაცის განკითხვაშია, ვიღაცის ზულს, ვიღაცა არ სყალობს ვიღაცას. ჩვენ ისევ რომ უფალი ყველასაზე ზრუნავს, უფალს ყველა ცხოვრება უნდა, მაგრამ არის რაღაცას ადამიანს დამკვიდრებული. ეს ორმხრივი უნდა იყოს. თუ იმას არ უნდა უფალთან ცხოვრება, მაგრამ უფლის მიერ მოცემული სინდის ხმა, რომ მის გულში დაწერილი, იმით გააკეთა რამდენიმე სიკეთე, საკმარისია, არ ვიცი. ამას ღმერთი განსჯის. მე ამაზე პასუხს თხონდება თუ არ თხონდება. ამას ღმერთი განსჯის. კარგია, მაგრამ მე ამბობ, ერთი და ორი კეთილი საქმე არ არის საკმარისი. თვითონ უნდა იყოს კეთილი. თქვენ მეფეო, ასეც რომ მივუდგეთ, ეკლესია ხო ღმერთმა დააარსა. ღვთისმსახურები ღმერთმა დააარსა და ადამიანი რო ეტყვის მე ღმერთი მსწავს, მაგრამ ეკლესიას და მგლების არ მსწავს, იქ უკვე სულიწმინდას ხო გმობს უარყოფს. სულიწმინდით ხო დააარსა ეკლესია. და უფალი არის ეს ვერ შეიცნო. ეს ეკლესია გონია კედლები. ეკლესია ეს თოთალი წმენდ ხოლმე ადამიანთა საზოგადოება. პირველში. და თვითონ სიტყვა ეკლესია ბერძნულიდან და ეკლეო ეს არის შორიდან მოტადებული, ცხოვრების ზღვიდან გამოყვანილი და მოტადებული ადამიანი. ეს არის და აი ეს ერთობაში ადამიანებს წარმოადგენს ამას ეწოდება ეკლესია. ის ნაგებობას უბრალოდ ადარსას ვეძახით. მაგრამ ეკლესიაში გულისხმობა ცოცხალი ერი მრევლი. თქვენ მეფეო, აი ოთხშაბათს არის ხსენება წმინდა ბარბარესი. დიდი მოწამეა ყველამ ვიცით და ქართველებს ძალიან უყვართ ეს, მაგრამ მეორე უკიდურესობაც აქვთ მეუფე ჩვენ. ბარბარეს სადღაც ვაცნობიერებთ ლობიანებთან და თევზთან. ხო და ბარბარეს რო გაიგონებენ სადება, ხო, არის ლობიანები და არა და ეს ლობიანი სულ არა ბარბარესთან ეს რაღაცა ტრადიციებია. ბერძნებს საერთოდ აქვთ ეს და რა მარტო ბერძნებს ქართლის მინახავს რომ კოლიოს რაღაც მოხარშავენ და იქ იხარშება სხვადასხვა მარცალი. აქ ლობიო იქნება, ცერციან მოხდო იქნება, ხორბალი, ქერი, შეიძლება ქიშმიში იქნება და კიდე სხვა რაღაცა მარცლები შეიძლება ცოტა ნიგოზი ჩაითალოს ან ხილისა თუ თხელი სხვადასხვა რეცეპტები აქვს ეს გაცნებისობა და მაგრამ ეს ძველი დროიდან მოდის ეს ტრადიცია. რატო დასთან დაკავშირებით არის ეს აი ალბათ რაღაცა რაოდენიმე მარცლების სხვადასხვა ჯიშის მარცლები უნდა იყოს შედიოდეს ამ თათ ვიტყოდით მოხარშულ ხორბალიან ბრინჯი შეიძლება იყოს. ხო ეს კარგი ტრადიცია უკავშირდება წმინდა დიდ მოწამეს მაგრამ ამის გაფეთიშებაც არ ასწორი. მე ვცოდეთ ოჯახს იმ ოჯახის დიასახლისი მომდევნო მთელი ღამე ლოცვაში ატარებდა ხარშავდა ამას დიდი რაოდენობით და მეორე დადიოდა თავის ნათესაობას ურიგებდა და ყველა ელოდებოდა ეხლა მოვადა ეს გაცემული მადლი ხო? ხო, გაცემული მადლი და მთელი ღამე მან იღვაწა ილოცა წინაძმოწა ბარბარეს მიმართ და მე დაურიგა იმას ყველასო აი გაერთიანა აი ამ პატარა გერდით. თქვენ მე ისიც მინახავს ვაშლ დადებენ ფულებს ჩაარჭობენ ხურდაფულებს და კიდე ქახალდის ფულებს დადებენ და ეს რასო პაპა აი ამ იმას რო ესე იგი ხვავი და ბარაკა შემოვიდესო და ხო
ბარბარე ხსენების დღეს. Წმინდა დიდმოწმე ბარბარე ფულთან არის ხო კარგად განწყობილი მამის ძალიან ქონება უარყო მან ამჯობინა ქრისტემ. თავარი ქონება მისი და ძირფასი და ოქრო ქრისტია და ღვთის მისი სიტყვა სახარებისა. ასე ჯობია ეს ჩაიდო გულში და გონებაში და ფულები და ხურდები დააყარონ და ის კერძი მიირთვან კი ბატონო. ეხლა რაც ეხება თევზი, ეგ არსად არ წერია რომ აუცილებელი არის თევზი და თვითონ მოძღვრით ხალხი მიკითხებები, მითხარ ჟამჟის ჩაიკითხეთ როგორ წერია ხსნილია ღვინითა და ზეთითო. თევზი არ წერია. მაგრამ არის ეს ტრადიცია ეკლესიაში რომ თუ წმინდა დიდმოწმე ბარბარეს სახელობის არის ტაძარი. სხვა ნიკოლოზ ტაძარი და ნიკოლოზობა დაემთხვა მარხვის დღეს. იმ შემთხვევაში თევზი განსაკუთრებით ვინც ამ ტაძარში მოვიდა, ეზიარა და აი მერცხებაში არის მას ხო ეს ხორცელი ნუგეშად ეძლევა კიდე დამატებით რაღაცა. ანუ მარხვაზე ცოტა მეტი რამე და შვება. ეს ეხება სახელობის ტაძარში ვინც მივა ეზიარება და ესე მაგრამ ნუ ეხლა თუ ადამიანს მოენათა თევზი კი აქ რაღაცა უცნაური ის არის მოვლენა ეს რომ მარხვას ხო ინახავ და მაგრამ რაღაცა გამონაკლისები გინდა გაიკეთო და ეხლა რომ აი სადიობრის და გოგოლს ხსენება გაიხსენე ნუ დაემთხვა იმაზე მარხვის დღეს დაემთხვა არა ერთი მარხვაა და თუ კიდე 4 პარასკევს და მით უმეტეს მარხვაა ეხლა აი ბარბარო მოდის საბაობა მოდის ნიკოლოზობა მოდის მე პატრის ინტრონიზაციის დღე მოდის და კიდე სხვა დასავლები და შინ ჩვენთვის თავარი რა არის საკვები თუ რწმენა ნუ მე ვფიქრობ რომ ჯობია თითოეულმა თავის მოძღვართან გაარკვიოს ეს აიღოს კურთხევა საქმე ფიზიკურ საზრდოში არ არის მოწყვეტია რომ საჭმელი და სასმელი სასუბრად არ იმკვიდრებსო რომ აქ თუ ვჭამთ უფლისათვის ჭამთ თუ არ ვჭამთ უფლისათვის არ ვჭამთ და მარხვის მისია ის კი რომ ჩვენ არ ვჭამოთ მარხვის მისია რომ ჩვენი ფიქრები გონება გზნობები მოუწესრიგოთ პირდაპირ მაცხოვარი რომ როდესაც მარხულობო ხო თავზე იცხე ზეთიო ხო დაიბანე პირიო რა პირდაუბანი ხო დავდიო ჩვენ პირი შენი გარეგნული საქციელი სიტყვა იქნება მიმართვა ადამიანის მიმართ ქცევა ეს მოწესრიგე და თავზე იცხე რომ გონიობის შენი აზრები და შინაგანი შეცხოვრის ისეთ მოწესრიგე ეს არის მარხვა პირი შინაგანი მარხვა ეს არის რომ ბორტი სიტყვა თქვა თუ არჩეოდი მრიცხანებაში მოწყალი იქნა კეთილად განწყობილი იყო მშვიდობის მოყარე იყო და ხა საჭმელი განაპირობებს იმაშენ რომ კეთილად განწყობილი ახლა მაძღარი ხარ იმ კეთილი და თუმში ხარ მაშინ არ ხარ კეთილი რა შეგვიძლია აი სწორედ მარხვის მისიას რომ ჩვენ გავყევ კომფორტს მოკლებული ნებაყოფლობით ასე არ გაიძულებს არაინ მას შენ ინარჩუნებს სიმშვიდეს ან პირიქით უფრო მეტი სიმშვიდე გაქვს მეტი კეთილი საქმეების კეთება შეგიძლია მეტი ლოცვა შეგიძლია მეტი განწმენდა შენი ფიქრების შეგიძლია აი ეს არის მარხვა ამიტომ მოტამე ბარბარეს თუ უნდა პატივი მიაგონ მაშინ ის რაც იმან დაითმინა დევნა და შობლისგან და საზოგადოებისგან მაშინ შენ საოცარ მოითმინე განსაკუთრებით მოითმინე თევზი კი არა სხვა რამის ეს უნდა დავუტევ ეს ყველაფერი და
ყველაფერი შენი იქნება, მაგრამ მან ქრისტიან ჯობინა ყველაფერს, ხო? მეუფე, აი პარასკევს კიდე არის დიდი მღვდელმთავრის ნიკოლოზის ხსენება. და ორი სიტყვით რომ შევხვდით, აი თუ ფიქრობ ეს მარცვლები რატო არის მარცვლები და ეხლა ნუ არც ესეთ მოვიდა პასუხი ესეთი ამაზე რომ უფალი ადარებს სიტყვას იმაზე ქვია ხორბლის მარცვალს თუ არ ჩავარდებაო მიწაში და არ მოგდება არ აღმოსენდა მრავალნაყოფს არ გამოიღებსო ამიტომ რაღაცაით ადამიანის შესრულება უნდა მოხდეს და ეს მარცვალი სხვადასხვა ასე ვთქვათ სცენარის მარცვლები რო არის აქ თითოეული ეს არის რაც ნუ სიტყვა ხდის ისევ აი ნიშით როგორც და რომელიც იხმია დინადირმო ბარბარემ ეს მარცვლები ხდის სიტყვისა და აღმოცენდა მაშინ მარილ ცხოვრებად იქცა მაშინ კი ბატონო თუ ჩვენ ეს სულიერად დავინახოთ მაშინ ამ მარცვლებს მაგრამ გაფეთის შეფასებებს კი არ ხდებოდა ეს ანუ ხდის სიტყვის მიღება და აღსრულება და გახარება კარგით მოგაცნობთ აი წმინდა ნიკოლოზზე რო ვთქვათ მეუფე და ამითაც ჩვენ გადაცემა დამთავრდება ხთ როცა მოიწურა და ხო პარასკევს არის მისი ხსენების დღე დიდი მოძღვარი უდიდესი მოძღვარი მისი რაიმე ნაწერი ტრაქტატი ჩვენ არ ვიცით მაგრამ ვიცით სასწაულები მოხდინა და ვიცით ის სიყვარული რომელიც მათ დათესა და იმ შორის ქრისტესმის სიყვარული და ვიცით სამართალი რომელსაც იცავდა უშიშრად იცავდა და ის სასწაული როდესაც ის ამ სამართალს და წყალობას უასრულებდა ამ ქვეყნად გასული ეცხადებოდა და ასწავლიდა ის რამდენიმე მაგალითი მის ცხოვრებიდან სწორედ მოწევს აი ამ საოცარ მის სულიერ იდეადეს ამიტომ განსაკუთრებით წმინდა ნიკოლოზს ევედრებიან ხოლმე შეგვეწიე თხოვჩეწონას მეუხებას ესეთი ეპიზოდი არის რომ წმინდა ნიკოლოზ ხატი ერთ მორწმუნემ უყვარდა ნიკოლოზი და ტაძარში შეიტანა და იმ ეპარქიის მღვდელმთავარმა ნახა ეს წმინდანად არ არის შერაცხილი და შემოიტანეო და ესო წმინდანი ადამიანს არა გაიტანე და ზღვაზე მოგზაურობისას ეს ხომალდი მოგა დაიშალა და გრიგალი ხარისხი და ეს მღვდელმთავარი აღმოჩნდა ზღვაში და ასეც შეშინა იხჩობა შვილილი არავინ არ ჩანს და უცებ ხედავს რომ ზღვის ზედაპირზე აი ამ ტალღებზე მოდის მღვდელმთავარი მოკიდა ხელი და გამოიყენა ნაპირზე ვინა ხარ შენ მე ნიკოლოზი რომის ხატი შენ გამოიტანე ტაძრიდან აი ხო ეს საოცარი არის ხო ჩვენ ეხლა ბერმა უყურა კი мама პაისის ცხოვრების შესახებ და დასასწაულები იყო და მაგრამ უკაცრავად ეს სასწაულები რა ღვაწლი და შრომით და მოთმინებით მიიღწევა და ეს ადამიანის ფიქრია ეს არის ჯილდო ღვთისაგან შენ მოხოწებისას ანუ შენ უჩქარობ გახდე სასწაულთ მოქმედი შენ ღვთის ერთგული იყავი და უფალმა იცის შენ როდის რა მოგცეს შეიძლება რომ მოგცეს თუ არა ხარ ღირსი მან დაგუბოს უფრო ვარასად ხო სწორია ვერაპატონ შევარდება რომ თუ თავის ხელით კურნავს ხელის დადებით კიდე რაღაც იფიქრებს რომ ბიოდენები მაგრამ ბიოდენებია ეს უფალი არაფერს შორშია და სიცოცხლეზე და ღვთისგან მსხვილ აგებულ საიდან ღვთისგან და ეს შენში ორგანიზმში მოქმედი ძალების საიდან ღვთისგან ნიჭი ღვთის ყველაფერი ღვთისგან მოცემული შენი ერთადერთი შენია შენი ნება აი აქ იყავი თქვენ მეფება დიდი მადლობა მობრძანებისთვის რომ გაგვახარეთ მობრძანდით გადაცემაში ყოველთვის გვიხარია თქვენ რომ მობრძანდებით და დავამშვიდობოთ ჩვენდელი მაყურებელს მეუფე ჩვენ როცა მოიწურა აი მე თვითონ დავამშვიდობთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე